stick 'em up, arms up in the sky, raining liquor drops, music making ripples. დილა დაიწყო ლამაზი და მშვენიერი ჩემო საყვარლებო, ესე არნარდი, ესეთი სასწაულების ჩანთას მოусოვი ამ საოცარკაბასთან წავედით. საყვარლები არიან. როგორც წესი, ესპანეთში მუდმივად დღესასწაულია. დღეს აღნიშნავთ ჩულაპას. ესე ქვია, ცეკვის სახელი არის და გამომდინარე ხალხური ტრადიციული სამოსიდან. თვითონ შესამოსელს ერქვა ესე. ჩულაპას ქალებებზე და ჩულაპოს მამაკაცებზე. ესეთი კოპლებიანი კაბა, თავზე მიხაკი, გარედან მოსასხამით. მთელი ქალაქი ესე საზეიმოდ არის ლამაზად გამოწყობილი მორთული. ცეკვავენ ქუჩებში და რა ვიცი ხარობენ და გვახარებენ ჩვენს და გვაბედნიერებენ. აი უმაგრესი მუხტი და რაღაცა საოცარი განცდა არის ამას უნდა დაესწრო და ეს უნდა ყველაზე მაგარი საერთოდ თითქმის ლარი ასაკიანი ხალხი აი დააკვირდით წინდა ისეთი ცეცხლი და ისეთი მუხტი ცეკვავენ არ ვიცი რა მართლაც ცოცხლი გიხარია ამათ შემოგვე თქვენ გაიხარეთ ესპანელებო რა Ni la boda de Alfonsito con Mercedes, que se anuncia San Jerónimo el Real. A mí me gusta el rey nuevo que nos mandan de Madrid. Ni que me den la niña, está haciendo mi aquellos tiempos de las kermeses que se bailaban la matunga y el chorizo cuando las churras de peinado alto tradizionali cekwa რომელიც იმართება მაისში მადრიდში aquellos tiempos que ya pasaron aquellos fueron los lejos de mi madre. სახის გამომეტყველებაზე მეცინება იმართლა მატერია სახეზე რომ ძალიან ბედნიერი ვარ. ცოტა გვიან მოგვიწია გამოსვლა თითქმის ეს წარმოდგენები დილიდან იმართება და ჩვენ საღამო ხანს გამოვახტიეთ სახლიდან. ასე რომ ეს ესე ვთქვათ ქუჩის კუთხეში ვიპოვე რომ შემორჩენილი ცეკვების ნაწილი რა და აი როგორ გავბედნიერი ვერაკეთე. ნახე როგორი ასაკიანი ხალხი ცეკვას მოსა დააკვირდე. ესენი ხალისიანები არიან, როგორ არ უნდა მიხარო და ცხოვრება.
საოცარი ხალხია დედა. ჩვენ გაიხარეთ რა. ნახეთ, აჰა. როგორ დაემთხვა ზარები რეკავს ეკლესიაში. Como están distinguidos ahora nos amorosos, bailando la bambuca llama la atención y yo en mi corazón no sé la llama encender sobre mi gran pasión, აი მე რა საყვარლები არიან გავიშდი. Ramón, es para las solteras una solución. Ramón, es toda mi ilusión. არცეთი არ არის დედა ეს ახალგაზრდა მოდი რა. ეხლა ამას რო უთხარო ბებერი ხარ უდამდვილად თავში რაღაცა მოხდება, მაგრამ მაინც Bebeği egada eksik oldu. Las de Gómez y otras más van diciendo entre otras ბებერი cosas. მე ვარ ამათთან. Es un pillo redomado y la verdad le refiere un tonto ron. Lo que pasa es que es lo que por mí. მე რა ხება ბედნიერება უმაინჭეს ამათმა ვერ აღწე. Y a una viuda muy locuaz la trataron de ir aquí. Ramoncito es un muchacho muy pillo y galante, que se echa para adelante muy pillín, y eso suele suceder en la guerra y el amor. ო, ეხლა იმასაც. Otra cosa alguna si აჰა, ის ნახე როგორ ხასიათში წეკვავს. ესენის ყველა? Ramón es el chico más pobre del mundo. Como están distinguidos ahora con algunos, სამხანაც სინარია ნაური. brillando la bambuca llama la atención y yo en mi corazón no sé qué Ramón, la llama encender sabe de mi gran აქ ჩემ დედამთილს დაურეკეთ ვაყურებინებ პირდაპირ ეთერში. აინტერესებდა თქვათ შორის რომ მივიდიოდით რა ხდებაო და ვუთხარი მეთქი ესე დღესასწაულია მეთქი და უნდა იცეკვონ მეთქი რაღაცა ცეკვები იქნება მადრიდში მეთქი ეს მადრიდის ტრადიციული ცეკვა არის ღვთისმშობლის ხალხური ესე ქვია. ხო და ისა რა გითხრა ხო იცი ისაო კაცები მომეწონაო, კარგად გამოიყურებიან და რაღაცა ქალებიო არ მომწონსო და ჩამოვიდეო მანდ და ვაცეკო ეგ კაცები კარგადო. აი ესეთი ევროპელი დედამთილი მყავს მე, არა ბიჭოს. მეთქი აუცილებლად გეთანხმები მაგაში ჩემო ლარისკა თქო და აუ მაგრად ვიხალისეთ. რა ისე სულ ცოტა ხნით წარმოვიდგინე რომ ჩემს ქვეყანაში, ჩემს საქართველოშიც აი ესე არა მარტო ახალგაზრდები რა მოხდა რომ ესე ასაკიანი ხალხისთვის არც ქვია ამას ასაკიანი ხალხი კაცო რა მოხდა რა უჭირს რომ 60-70 წლის ხარ და ცეკვა გინდა და ხალისი და რა ვიცი გულს უხარია გულწრფელად გეუბნებით მე ახლა ამათ რო ვუყურებ აი ამ ასაკიან ხალხს ხო აი რაღაც даже ეგ სიტუაცია არ მინდა რომ იხმარო მომდენად ხალისიანები იყვნენ ცეცხლოვანები რაღაცა ხასიათიანი და აქტიური რომ არ ვიცი მართლა ვერ უწოდებ ამათ რაღაც ასაკიან ხალხს ხო და იმას ვამბობდი რომ აი წარმოვიდგინე რაღაცა ესე წარმოდგენაში ვუყურებდი ამათ და ჩემთვის ვფიქრობდი რომ ჩემს საქართველოშიც აი ესე ხალხურ ტრადიციულ სამოში გამოწყობილი ბებიები და ბაბუები რომ ესე ცეკვავდნენ ღმერთო რა ბედნიერება იქნება ამას აწყობს მერია და მთავრობა და ნუ ბოდიში ძალიან დიდ ბოდიშს ვიღდი აი ამ ორივე დასახელებაზე თუ მოხსენებაზე მაგრამ რამხელა ბედნიერება არის ამის იყურება ჩვენთვისაც მათთვისაც
ახალგაზრდა თაობისთვისაც, ვინც ეხლა იზრდებიან, ჩემი შვილები ისხდნენ და ბედნიერად უყურებდნენ ბებია ბაბუების ცეკვას. მართლა გეუბნებით, უწევდათ, აი ძალიან ესეთი გახარებული და ახტაცებული და ბედნიერი სახე ქონდათ რა. და მოდი ვიოცნებოთ. ოცნებები ხდებაო და მე ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ოცნებაც ახდება. აი ესეთი ლამაზად ჩასმული და გამოწყობილი და ბედნიერი და გახარებული ბებო-ბაბუები მანახე ღმერთო ჩემს საქართველოში.